ისე გაჭირვებით, მაგრამ რაღაც წერილი მოდის, მიდის ხოლმე. ძირითადად აინტერესებს რომ ჩემი აზრი ან რაღაც ხატრულ ნაწარმოებზე ბოსხზე მკითხა რა და როგორ და ფილოსოფიის სფეროში ეხლა ცოტა აი ფილოსოფია რა ვახსენე გასაგები რო იყოს სულ თავიდან რო გამოჩნდა პოლიტიკაში ბობოლებს წაყვანა უნდა და თავი ნახეს რომ მასალა გაია რა მაგრამ ალბათ ჩვენთან არ წამოხვალ არა ეშინიათ მაგით ეშინიათ რომ ეს გახდება მართლა ისეთი ლიდერი რომელიც მაგათ ბოლოს მოუღებს უკვე დაადგა ყელზე რო იცოდე აი ერთ-ერთი პრობლემა რომელიც საერთოდ დგას ცივილიზებული კაცობრიობის მე აღარ ვლაპარაკობ ეს არის 13% სოფლიო მოსახლეობა ეს არის კულტურის პრობლემა არ მინდა ამ ხრის შევეხო ცალკეულ ჩვენ პიროვნებებს ჩანს რომ ეს ელენე პირველ რიგში გამოირჩევა მე რას მწერს აი წერილები რაღაც ესე ჩერეს რომ მოდის ხოლმე აი რაღაცა ფილოსოფიაზე რაღაცა ეს მითხარი რაღაცა არა უამრავი წიგნი აქ და ბერტო ეკო რაღაც პერსონალური ფილოსოფია ჰაიდეგერი თუ მოახერხერო შევხვდე დიდი ინტერვალები ერთხელ ნახე შეხვედრა გქონდათ მასთან ერთხელ ნახე ჩემზე გაიგუნებაზე ეგ იყო იცი როგორ გამოიყურება ამოდენათი არ მაგზნობინა იცი როგორ გამოიყურება ძველი ლაკა 28 ამოდენათი არ მაგზნობინა რომ ან ბოლო ცოტა ხანი მე ამდეხან არა მაგრამ ცოტა ხანი მე ყოფილვარ რა კამერაში კაპეზე ქვიოდა კამერა პრედვარიცელო ზაგლჩერე რა ლენინის გამოსახულება მე და ჩემმა მეგობრებმა დავანტვრიეთ ეს მოდისიდენტო ისინი რო გაყაერო სულ ჯერზე ამ თითქმის ბავშვები ვიყავ 18 მე და ჩემო ორმა მეგობრმა ერთ-ერთი მათგანი მე მაგარი დისიდენტი გამოვიდა აკავშირებდა ზვიათს მერაბს და ჩვენ მხარეს რუსულ და პრიბალტიკულ დისიდენტობასთან იყო ძალიან მაგარი კავალევ ეგეთი იყო სერგეი ადამეჩი მაგარი ერთად აი სოლჟენიცინი ის მაგრამ ის აღარა ყველაფერი ორი ქართველის ბრალია სტალინი და ბერია აი ეს კავალევი სერგეი ადამეჩი გარდაცვლილია ჩემი მეგობრის მეგობარი იყო ჩემი მეგობარიც ეხლა 15-ში გარდა ელენე მუშაობდა მე მაგასთან მოსკოვში ამაზე უნდა გელაპარაკო мне стыдно что я русский მე მწვენია რომ რუსი ვარო იმიტომ რომ დღე მართლა რო აიღო ნუ პირველ ადგილზე მაინც ალბათ ჩრდილო კორეა და მერე რუსეთი და ირანი რა ინაწლებენ მეორე მესამე ის რაც ხდება საქართველოში რას გაგონებთ თქვენ რა ტიპის ავტოკრატია ისი რა არის ქართველებთან თლად რესტავრირება სამსახურში არ გამოვა სამსახურის დაშლაში ვარ მონაწილე და ეხლა იმის აღდგენა მინდა კიდე
იცი რა ისე ბოლო კომუნისტები სულ ბოლო ჩერქეზიშვილი ანდრონიკაშვილი ამათ ჯობდნენ ეხლა უნდათ ვითომ აი საფარქვეშ ვითომ რაღაც იმეზე სულ დასავლეთის გინებაში არიან აი იმათ თვალში ჩამახედა რა ევროკავშირს რუსეთს თუ რომელ რუსეთს ბელორუსიას თუ ირანს პირველ ადგილზე არის არა საქართველო აი საქართველო არის საქართველო რა აი ეგ არის რაც არ უნდა ეცადო აქედან რუსეთი და ირანი არ აი რატომ არ გამოვა სხვათა შორის ძალიან ხშირად ვსმენია რომ აქედან რუსეთი არ გამოვა ბელორუსი არ გამოვა ამას ამბობს ელენეს მამა გააკეთო ელენე ხო შეიძლება კაი ხალხი გააქციო ეგეთი რამე გაგიგია ივანიშვილმა პირდაპირ თქვა აკო თქვენთვის ყველასთვის ადგილი არ აქვს წადით შათირიშვილი წადი ეხლა პირველი პირი რო გეტყვის რომ წადითო და მართლა მიდის ძალიან ესეთი კაი ინტელექტი მიდის შეხო ამბობ რომ აიათოლა არისო მაგრამ ივანიშვილი თავისებური აიათოლაა მაგრამ აიათოლა სჭირდება ის ირანული ფსიქოლოგია ხო ნუ თუ მიუშვით თეოლოგი ერად ამასა შეიტაკოენა თეოლოგიური თეოკრატია აჰა რაც საქართველოს თეოკრატია არ გამოვა ეხლა ილია მეორე მე მიყვარდა მართლა და მარტო მე კი არა მთელ საქართველოს მე არ ვამბობ რომ ყველაფერში ვეთანხმებოდი ეს სხვა მაგრამ თქვენს მიმართ ქონდა პატივისცემა მე ვიცი უზარმაზარი პატივისცემა ერთადერთი პიროვნება შურდა მაგის ივანიშვილს შურდა უნდა და მოტეხვა ეხა ძალიან ღელავ ამ ხრივ როგორ წავა ეს სასულიერო მაგრა იდგენ მაგრა მე ვიცნობ ეხა ცხადია ყველა სასულიერო პირზე არა მაგრამ ჩემ მოძღვარი ვიყავს ბოლო ვიცი აი არის ჩემზე უმცროსია ყველაფერი მაგრამ მართლა მამაო ვარ რა და აი არსებობს არიან ეკლესიაში ღირსეული არსებობს ღმერთი არსებობს კაცობა არსებობს სინდისი არსებობს სამშობლო კაცო რა საქართველოს არა ეგრე საქართველოს ეგრე ვერ გადააგო თუმცა მცდელობა ფაქტიურად უნდათ საბჭოთა კავშირის დაბრუნება აი ყველა ემი რა არის იყო საბჭოთა კავშირის საფუძველი შენ არ გინახია და ღმერთი არ განახოს ტყუილი მაგარი ტყუილი ცაზე თვარი ამოსულა ნაი გაუმარჯო სტალიცავ დელი ოდელა და აი ეგ იყო ესე ოღონდ მოდიოდა კეკელოდა მარო აი ეგ იყო საბჭოთა კავშირი ოდნავ შენ ცოტა გადაუხვევდი იქ და გპი აუ ბურჟუაზიული იმპრესიონიზმი ეხლა მე ამ სფეროში ვშოვე ითვლებოდა პობადი ევროპული ხელოვნების ევროპა ხო ყარს ანეკდოტიც იყო და ევროპა ვანაედო какое аромат ეგ ყველას იქით თვალი იქით ეჭერა იყო რკინის ფარდა ჟილეზზე ზანავეთ იყო წინადადება სხვათა შორის რა კიდე რომ ავაშეროთ არ მინდა რა პარლამენტს დახედე შტანგისტი ოჭიდავე ოლიმპიური ნაკრებია რა ლიფტერები ყავს ლიფტერი ვენაცვალე შტანგაში გას ძალიან კაი რო აწია მაგრამ ქართული სპორტი ასახერა მაგრამ რა უნდა პარლამენტი არის
სავარძელში. იმან რა კანონი უნდა მიიღოს. პარლამენტი არის კანონშემოქმედება. ურთულესი ფუნქცია. ჩვენი პარლამენტი რასაც ეტყვიან იმას აწერდა ეგარი რა. ხო სამი შტოარი, ხო? აღმასრულებელი თავრობა, საკანონმდებლო პარლამენტი, აღმასრულებელი თავრობა და სასამართლო. იურიდიული. ვაი და ვაი. ბოლოს. სასამართლო არ არის. ის კი არა რომ ცუდია. საერთოდ არ არის სასამართლო. საერთოდ ეგრევე დაკვეთა მოდი საბჭოთაშიში ეგრევე დაკვეთა პოლიტიკურ სფეროებს. არაპოლიტიკურში საკმაოდ განათლებული ხალხი ვიცი და იყვნენ. მაგრამ პოლიტიკურ სფეროში ხარ საბჭოთაშიში მოანატრეს კაცო. უბრალო მასაში, უბრალო მოდიში კლასი სიტყვა არ უნდა ვეხმარო. ნაკლებად განათლებულ ხალხში ვაი საბჭოთა კავშირი რა კარგი იყო და რაღა. ეგ უნდა მოგიდე. მე თუ რამეთი ვამაყობ იმაში რომ მონაწილეობა მაქვს კომუნისტებზე გავიმარჯვეთ. პირველ გვალმა მაგიდამ ზიად გამსახურდიას მეთაურობით არა და პიროვნებებით რომელიც იყვნენ იქ ვაჟა ადამია იყო თუ დედო ბატაშვილი იყო თუ სხვები კაკო ასათიანი და შემდეგ მოუგეთ კომუნისტებს. პირადად მე აბაშის რაიონის დეპუტატი გავხდი დავამარცხე ყველა კომუნისტს. ესეთი კაი დასაწყისი იყო. მერე მთლად მაინც ვერ გაგრძელდა. არის რაღაცები, რაც ახლა ესე პირდაპირ არ ეთქვი. მე იმედი მაქვს, რომ რაღაც ვიწრო წრეში რა ვიცი ან თქვენთან ამ ფორმულაზე რაღაც დავდე და ჩემი აზრი თქვა. მე სხვა მოვიდეს სხვა თქვა რა მოხდა. აი რა დაგვემართა. მაშინ ფიქრობ 90 ანუ გასაზრებელი როგორ მივედით ივანიშვილამდე? ჯერ კიდევ მაშინ. კი იქედან დაწყებული. იქედან დაწყებული. კი ბატონო. ხო და რავი მე მჯერა ჩემი ერის პოტენციის და ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად რაც უფრო ეხლა დამყარდება იფეთქებს მე მეშინია უბრალოდ სხეპლი არ იყოს. აი ვოლსკის კი მაითი მაგრა დაუქნევდით ის. მაგრა რა. ამის ვოლსკი არ არის შტანგისტი და მოჭიდავე. კომუნისტი. კაი უნდა ძველი ბიჭია, პლეხანოველია, უნდა ინტელექტუალია, ის ან ერთი იყავი ან მეორე კაცო. ეთქუება და არწერა იცის რომ ეთქვა. როგორ უნდა გაეკაჩათ ელენესისა რომ რა რევოლუცია, რიც რევოლუცია. სიტყვა რევოლუციის აზრი იცის? საერთოდ რა